აუცილებლად უნდა გადავინაცვლოთ გურიაში, ლიხაურში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი გვანცა ჩარგაზია სალუქვაძეების ოჯახში იმყოფება. როგორ მზადდება ბებოს რეცეპტით ტრადიციული გურული სუნელი და როგორ შევასუნელოთ და მოვამზადოთ ღორის ხორცის სხვადასხვა სანელებლებით. აი ამას სწორედ ახლა გავიგებთ. მოგესალმებით გვანცა დილამშვიდობისა. გურია. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით წამყვანებო, მე გურიიდან, კერძოდ კი ლიხაურიდან გიერთდებით და სალუქვაძეების ოჯახი გვასპიძლობს დილიდან. ეკა და ლანა სალუქვაძეები არიან ჩვენთან ერთად, რომლებიც დილიდან არიან ფუსფუსში ჩართული, გაზაფხული მოვიდა და ეკამ უნდა გაგვიზიაროს ბების რეცეპტით მომზადებული გურული სუნელი, რომელსაც წლები ამზადებენ, ლანა ასევე ამზადებს ბების რეცეპტით ხორცს, რომელსაც სხვადასხვა სანერებლებით მოგვიმზადებს, თუმცა სანამ ლანა დაიწყებს უშუალოდ მომზადებას, მოდი გავიგოთ როგორ მზადდება ნამდვილი გურული სუნელი. დილამშვიდობისა ეკა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. განსაკუთრებულად მიყვარს გურული სუნელის მომზადება, იმიტომ რომ ბებიას უკავშირდება და მაინც ეს ფილი და ეს რაღაცა ჩართულობა მაინც სიძველისკენ მიმითითებს მე პირადად და ძალიან მიყვარს გურული სუნელის მომზადება. ეხა მოვამზადებ გურულ სუნელს, აუცილებლად დაგვჭირდება ქინძი, შაშტრამი, მწვანე წიწაკა, ნიორი, რომელსაც ფილში ჩავნახავ. გურული სუნელი ყოველთვის მზადდებოდა თხილით, იმიტომ რომ ჩვენ უფრო თხილით ვამზადებთ ამ სუნელს, ასევე შეგვიძლია ნიგზითაც მოვამზადოთ, მაგრამ ჩვენ ტრადიციას არ უღალატებთ და თხილით მოვამზადებთ. კი, თხილით მომამზადებთ. და ფილში ჩანაღულს აქვს განსაკუთრებული გემო, მე როგორც ვიცი. პირველი რას ვაკეთებთ ეკა? პირველი დავჭრით ქინძს, წვრილად, იმიტომ რომ კარგად რო დავნაყოთ და დიდი ისინი არ დარჩეს შიგნით. გავამზადებთ ეხა ქინძს. დაახლოებით რა რაოდენობის სჭირდება? გააჩნია რამდენს ვამზადებთ, დაუშვათ 1 კონა ქინძს. აუმატებთ სამცალ ნიორს, 1 წიწაკას და შაშტრამს და კიდე ჩვენ უმატებთ აუცილებლად ზაფრანას, თუ გვაქვს, ეხა ამ წუთას არ არის ამისი დრო, მაგრამ ზაფრანსაც უმატებთ, როცა ყვავილი გამოიღებს, უკვე ყვავილს უმატებთ, თუ არა და მაშინ ფოთოლით შეგვიძლია გამოვიყენოთ. ესე იგი, ჩავყარეთ ქინძი, რამდენიმე ცალი ნიორით, აუცილებლად. დაახლოებით 3 კბილს ვუკეთებთ ახლა? 3 კბილს ვუკეთებთ ახლა 1 კონა ქინძს. შემდეგი ინგრედიენტი რა არის? წიწაკა, შაშტრამი აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან კარგ გემოს აძლევს. შაშტრამი არის იგივე შაშკლავი, ხო? შაშკლავით იცნობს ჩვენი მაყურებელი. თუმცა გურიაში მას ეძახიან შაშტრამს, ხო და მეც ეხა არ დავარღვევ ტრადიციას და ვიტყვი შაშტრამს აუცილებლად. ეხა შაშტრამიც დავჭრათ წვრილად. აქ რა რაოდენობა უნდა დავუმატოთ ეკა? დაახლოებით 5-6 ღერი. განსაკუთრებული სურნელი დადგა, მინდა ვუთხრა მაყურებელს, იმიტომ რომ აი შაშკლავს მართლა გაზაფხულის სურნელი აქვს და ყველაფერი ერთად რო არის სიმწვანეც, ეს სურნელი განსაკუთრებულ არომატებს ქმნის დილიდან. კი გენაცვალე, ეხა აუცილებლად ამას უნდა დავუმატოთ მარილი, იმიტომ რომ დანაყვის დროს ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ კარგად რო ჩაინაყოს ფილში. აი ესე დავუმატოთ მარილი და უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ სუნელის დანაყვა. ასე იტყოდა და ბებია და ასე კარგად ჩავნაყოთ, იმიტომ რომ მარილი ამას ეხმარება რომ კარგად დაინაყოს და ამის დანაყვას როცა მოვრჩები, მე მარილთან ერთად თხილს ჩავნაყავ აუცილებლად. მაშინ მოდი შენ გააგრძელე დანაყვის პროცესი, მე კი გადავინაცვლებ ლანასთან, რომელმაც უნდა მოგვიმზადოს ხორცის, კერძის სხვადასხვა სანელებლები და აქაც ისეთი სანელებლებია, რომელიც გაზაფხულს უხდება განსაკუთრებულად. ვუთხრათ ლანა, რას უმზადებთ მაყურებელს? მე ვამზადებ ღორის ხორცს, ზამთარში რო ვამარილებთ, მე ვბოლავთ, მაგრამ ჩვენ არ შევბოლეთ. დავამარინადეთ დაფნასთან, წიწაკასთან და მარილთან ერთად გადადუღებულ წყალში. ეს დაფნა, ნიორი და პიმპილი, წითელი პიმპილი უნდა აუცილებლად გამხმარი, განსაკუთრებულ გემოს აძლევს. რა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეს შევასუნელოთ? აუცილებლად როზმარინი, ხმელი ქინძი, ხმელი ქონდარი, დაფნის ფოთოლი, ნიორი, ძმარი, ზეთი, სოიოს соуსი, იმიტომ რომ სინოტივეს აძლევს. ლანა, ეს ინგრედიენტები ერთ მასად უნდა იქცეს და მე რა პროცესი იწყება? რაღაცა ცოტა დრო გვაქვს, უკვე მზად მაქვს მე ეს დაბლენდერებული მასა. უნდა წაუსვათ ხორცზე. ხელით უნდა გადავანაწილოთ. ეს აძლევს განსაკუთრებულ გემოს. ეს უნდა გადაახვიო, ხო, შემდგომში? შევკრა კაპრონით.
ჭიდროთ უნდა შეიკრას აუცილებლად. Соуსი რაც აქვს, გარეთ არ გამოვიდეს. შემდეგ ჩართვაში ჩვენ უნდა დავუმატოთ ამას, როგორც შენ მითხარი, ახალი ტყემალი. აუცილებლად გაზაფხული მოვიდა, ახალი ტყემალი ჭყანასთან ერთად. ამასობაში ეკამ უკვე გაამზადა ჩვენი გურული სუნელი. დავნახე სუნელი, ქიცდა და სხვადასხვა მწვანილებთან ერთად. ეხა ვიწყებ თხილის დანაყვას, ამას ჩავყრი ეხა ჩემო გვანცა და აუცილებლად მარილი ამასაც ჭირდება, რომ კარგად დაინაყოს და ის მსხვილად არ დარჩეს. ეხა ჩავნაყავ ამაზე, აურევ ერთმანეთში და ეს არის ჩვენი უგემრიელესი გურული სუნელი. მადლობა ეკაშ ბებოს რეცეპტის გაზიარებისთვის. ჩვენ შემდეგ ჩართვამდე უნდა დაგემშვიდობოს. შემდეგ ჩართვაში მოვამზადებთ გურული სუნელით ჭადებს, ტრადიციულს, რომელსაც ეკა აცხობს. ამასაც ბების რეცეპტი და როგორც ლანამ დაგვიანოსა, შემდეგ ჩართვაში ასევე მოვამზადებთ ჭყანიან ტყემას, რომელშიც მოთავსდება ეს გამომცხვარი ხორცი. მე გემშვიდობებით შემდეგ ჩართვამდე. ძალიან უნდა გადავინაცვლოთ გურიაში, კერძოდ კი ლიხაურში, ჩვენს ჟურნალისტ გვანცა ჩარგაზიასთან, როგორც დაგვირდა გურული სუნელით შეზავებული მჭადების რეცეპტსაც გაგვიზიარებს და გავიგოთ, როგორ მზადდება ჭყანიანი ტყემალი. დილამშვიდობისა გვანცა. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით. წამყვანება მე გურიდან ისევ ლიხაურიდან გიერთდებით და ვინც ახლა შემოგვიერთდა, ვეტყვი მაყურებელს, რომ ჩვენ წინა ჩართვაში მოვამზადეთ გურული სუნელი, რომელიც აქ გვაქვს წარმოდგენილი. ასევე მოვამზადეთ და შევასუნელეთ ღორის ხორცი, რომელიც კერძიც უკვე დასასრულისკენ მიდის. ეკა კი აქეთ ფუსფუსებს ისევ როგორც ყოველთვის და გვიმზადებს გურული სუნელით ჭადებს, რომელიც ბებო მასწავლა ამის რეცეპტსაც ახლა გაგვიზიარებს. დილამშვიდობისა ეკა. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ, ეხა მე ვამზადებ ჭადს გურული სუნელით, რომელიც ჩვენი ოჯახის ტრადიციაა და ასე ვიტყოდი, რომ ამას სხვაგან არსად არ აკეთებენ. ეს ჩვენი რეცეპტია და შემოგთავაზებთ ეხა და გასწავლით თანაყილ გურულ სუნელს, რომელიც აუცილებლად ფილში უნდა დაინაყოს. უმატებთ ჭადს, კარგად მოვზილავთ, იმიტომ რომ ჭადი ასე ქვია, რომ მზილაში უნდა გამოწყვესო, ასეა ნათქვამი. კი ბატონო, დავამატებ ახლა გურულ სუნელს, ოღონდ აუცილებლად თხილის გარეშე. ფილის წყლით კარგად მოვზილავთ. ფერიც განსაკუთრებული აქვს ეს გურული სუნელი, რო შეერი აქვს, ფერიც განსხვავებული აქვს. აქ აქვს ასევე გამომცხვარი, რომელიც მინდა რომ აყურებელს ვაჩვენო. აი ესე გამოიყურება გამომცხვარი, უკვე გურული სუნელით შესუნელებული მჭადი. ცოტა მარილი ჭირდება აუცილებლად და ჩვეულებრივად გავაკეთებთ ბურთულებს და გამოვაცხობ და არის უგემრიელესი. ჩვენი კერძი, რომელიც დავიწყეთ წინა ჩართვაში, უკვე დასასრულისკენ მიდის და აბა მოგვიყევი ლანა, ეხლა რა ეტაპზე ვართ? გამოვაცხოთ ღორის ხორცი, ძალიან ნოტიო და კარგი გამოვიდა და ეხლა უნდა გავაკეთოთ ტყემალი. ჩვენ აქვე გვაქვს ტყემალი, რომელიც ეხლა შენ უნდა დაწურო, მე მოგეხმარები ამას აქეთ გადმოვანაცვლებ. ახალი ტყემალი ძალიან მალე იხარშება, იმიტომ რომ ძალიან ისეთ ჩვილია და დიდი ხანი ხარშვა არ უნდა. გავცრით აუცილებლად. გურული სუნელიც უნდა დავუმატოთ ამას. აუცილებლად უნდა უქნათ გურული სუნელი. აი თითქმის გამზადდა ჩვენი საწებელი, ცოტა ჭყანას კიდე დავამატებ. მე მოგაწვდი. ძალიან გავს ქინს. და ეხლა უკვე ვიწყებთ დასხმის პროცესს. ესე დავასხავთ ყველგან რომ ჩაჯდეს, რომ გავაჩერებთ, მე უფრო უჯდება თავის გემოები. უნდა გავაჩეროთ დაახლოებით რამდენი წუთი? დაახლოებით 9 საათი, რომ ხორცი ცხელია, ამ საწებელს რომ დავასხავთ, ცხელი როა მალევე გაუჯდება ჭყანის გემო. არაჩვეულებრივად გამოიყურება, მეგობრებო. მადლობა. ლანა და ეკა, ასეთი გემრიელი გურული დილა რომ ვაჩუქეთ ჩვენს მაყურებელს, თუმცა გეტყვით რომ გურიდან სიმღერის გარეშე ნამდვილად ვერ დაგემშვიდობები და ჩვენ შემოგვიერთდა ანსამბლი რეხეული, რომლის წევრიც არის ლანა სალუქვაძე. დილამშვიდობისა მეგობრებო. დილამშვიდობის, მოგესალმებით. რა შეგვისრულებთ პირველ რიგში ეგვითხარ და რითი დაგვატკბობთ ამ დილა ადრიან? ჩვენ დღეისთვის შეგისრულებთ ქალაქურ მელოდიას მიყვარხარ, რომელიც გვასწავლა არაჩვეულებრივმა ნიჭიერმა ქალბატონმა დარეჯან სხიტარიძემ. ძალიან დიდი მადლობა დილიდან რომ ჩვენთან ერთად ხართ და ვცდილობთ რომ განწყობა აგვიმაღლოთ. მე კი მაყურებელს ასეთი სასიამოვნო ჰანგების ფონზე უნდა დაგემშვიდობოთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ.